პოლონეთს დიდი ხანია პრობლემები აქვს აღმოსავლეთ საზღვარზე. ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია საუბრობს რუსეთიდან და ბელარუსიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებზე. 2021 წლიდან პოლონეთის მთავრობა ლუკაშენკოს ადანაშაულებდა მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად გამოწვევაში. ვარშავის მტკიცებით, მინსკი დევნილებს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან სპეციალურად იწვევდა ბელარუსში, ევროკავშირში მარტივად გადასვლის ცრუ დაპირებით. ბელარუსმა გაამარტივა სავიზო წესები, დააწესა სამოგზაურო პაკეტები და სახელმწიფო ავიაკომპანია ბელავიამ გაზარდა ფრენა ახლო აღმოსავლეთიდან მინსკის მიმართულებით. ეს ევროკავშირმა ბელარუსზე სანქციების შესამსუბუქებელ შანტაჟად და ჰიბრიდული შეტევის ფორმად აღიქვა, რომლის შედეგადაც ასობით მიგრანტი გაიჭედა პოლონეთის საზღვართან, ხშირ შემთხვევაში მძიმე პირობებში. პოლონეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საზღვარზე კედელი ააშენა და დაახლოებით 12,000 ჯარისკაცი გაგზავნა, რამაც გამოიწვია ძალადობრივი შეტაკებებიც. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ლუკაშენკოსთან ერთად მისი მოკავშირე პუტინიც დაადანაშაულა ხელოვნური კრიზისის შექმნაში პოლონეთის საზღვარზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში ბელარუსსა და პოლონეთს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან შეცდომაში შეყვანილი ლტოლვილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ 2022 წელს დაახლოებით 16,000 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს 22,000-ზე მეტმა მიგრანტმა სცადა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა. ამასთან ერთად ბელარუსმა ადგილობრივი პოლონური უმცირესობის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯები, მათ შორის დააპატიმრეს ანჯეი პოჩობუტი, პოლონური წარმოშობის ბელარუსი ჟურნალისტი და პოლონური უმცირესობის ლიდერი. 2025 წლის ზაფხულში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა დააფიქსირა თითქმის 13,800 არაკანონიერი გადაკვეთის მცდელობა. მაშინ როცა წინა წელს იგივე პერიოდში 7,500 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 83%-იან ზრდას ნიშნავს ერთ წელში. პოლონეთის ხელისუფლებამ ასევე დააფიქსირა ხანძრების გაჩენისა და სხვა სახის საბოტაჟის მცდელობების ზრდა, მათ შორის ჯაშუშობა. სექტემბრის დასაწყისში კი ბელარუსის პოლიციამ დააკავა პოლონელი ბერი, რომელსაც ზაპად 2025-ის სამხედრო წვრთნების შესახებ პოლონეთისათვის ჯაშუშური ინფორმაციის მოგროვება დააბრალეს. თუმცა პოლონეთის მთავრობამ ეს ბრალდებები აბსურდად შეაფასა. დრონების ინციდენტის შემდეგ პოლონეთსა და ბელარუსს შორის არსებული სასაზღვრო დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ამან ჩინეთიც დააზარალა